მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ირანულმა ოფიციალურმა პირმა Reuters განუცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. Reuters-ის წყარო მათ გარდაცვალებაში ტერორისტები დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ირანში მსხვერპლის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მანამდე აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მონაცემები, რომლის თანახმადაც ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 646 ადამიანი დაიღუპა. ირანში რამდენიმე დღეა იცით ინტერნეტი გათიშულია, რაც ქვეყნიდან ინფორმაციის და მონაცემების მიღებას მნიშვნელოვნად ართულებს. ირანში მიმდინარე ამბებს ბუნებრივია გამოეხმაურა ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი რეზა ფეხლევი, რომელიც ამბობს ათასობით სამხედრო და პოლიციელი არ გამოცხადა სამსახურში, რათა თავი აერიდებინათ მომიტინგეების დარბევაში მონაწილეობისგან. თქვენი სიმტკიცისა და წინააღმდეგობის გამო ათასობით სამხედრო და პოლიციელი არ გამოცხადა სამსახურში, რათა მათ რეპრესიებში მონაწილეობა არ მიეღოთ, განაცხადა რეზა ფეხლევი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. მისი თქმით, ხელისუფლება მკვლელების, რეპრესიებისა და ინტერნეტის გათიშვის გზით საზოგადოებაში შიშის დათესვას ცდილობს, რათა მათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამბობს, ეს არის ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირეები. თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირეებს ხედავთო, განაცხადა მერცმა. გიორგი ტუმასიანი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, სახელმწიფო მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯერ საქართველოს წარმომადგენელი. მოგესალმებით, გიორგი. გამარჯობა მერაბ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რამდენად შეიძლება ეს მერცის ოპტიმიზმი რეალური იყოს, როგორ გონია? მერცის ოპტიმიზმი ფიქრობ, რომ ოპტიმალური შეფასება არის ამ მომენტისთვის, რომ შეიძლება რეჟიმს მართლაც დღეები და კვირეები დარჩა და ამას გააჩნია ფაქტობრივი მდგენელი. ანუ მერცმა ამით დაუშვა ის, რაზეც საუბრობენ უკანასკნელი საათის განმავლობაში ისრაელის წყაროები, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემხრობა სამხედრო გადაწყვეტილებას. თეთრმა სახლმა ერთი დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მაგიდაზე ყველა ვერსია დევს, საერთოდ დაამატეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ის პრეზიდენტია, რომელსაც მაგიდაზე ყოველთვის უდევს ყველა ვერსიაო, ანუ ყველა მოქმედების ოპცია, შესაძლებლობა და მათ შორის ეს გულისხმობს სამხედრო შესაძლებლობის გამოყენებას. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ირანის საზღვრებთან ახლოს, მათ შორის ერაყში, სპარსეთის ყურეში, აქტიურად ამერიკული სტრატეგიული საწვავის მომარაგების თვითმფრინავების, აი ამ მიზნით რო გამოყენება პრაქტიკული, რაც სწავლების მანიშნებელი არის დაახლოებით ან პრაქტიკის. ამავდროულად ვხედავთ კატარში დღეს ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასეთი ახალი სახელწოდება გააჩნია, ინტეგრაცია მოხდა გარკვეულწილად კატარის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის და ესე იგი გაერთიანებულ არაბულ საამიროებში მყოფი ამერიკული ბაზების საჰაერო სისტემების. ეს ინტეგრაცია რატომ მოხდა? სავარაუდოდ ეს არის მომზადება იმისთვის, რითაც იმუქრება ირანი. ირანი ხო იმუქრება ორი საკითხით, იმიტომ რომ ამერიკას ვერ მიწვდება ცხადია. იმუქრება ისრაელის დაბომბვით და ისრაელის შეიარაღებული ძალები 3 დღე არის უკვე გადაყვანილია საბრძოლო მდგომარეობაში, ხოლო მეორე რითაც იმუქრება არის ამერიკული ბაზები და ნავთობის მოპოვების შესაძლებლობები აი ამ არაბულ ქვეყნებში, ვინც ირანის შეფასებით მოღალატეები არიან, იმიტომ რომ ამერიკელებთან თანამშრომლობენ. იქ ინტეგრაციაც საჰაერო თავდაცვის სისტემის მეტყველებს იმაზე, რომ მზად არის ამერიკა ამ დარტყმების განხორციელებისთვის. და რეალურად შეგვიძლია თქვათ, რომ თვის ბოლომდე, ან უახლოესი დღეების, კვირეების განმავლობაში რეალურად ალბათობა ამ სამხედრო მოქმედებებისა არის უაღრესად მაღალი, მე ვიტყოდი დაახლოებით შეიძლება 50%-ზე მეტიც კი. ხო, თუმცა იქვე ითქვა, რომ მთავარია დიპლომატია, ხო, ამერიკულმა მხარეც ამაზე თქვა, კი ყველაფერი გვიდევს მაგიდაზე, მაგრამ ჯერ უპირველესია დიპლომატია და იყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც შეხვედრა ითხოვეს და ასე შემდეგ და
ანუ შეიძლება ვთქვათ ასე არ წავიდეს ხო ამერიკა გამწვავებაზე ახლა რამდენად ეს რეალურია მეორე საკითხია დიპლომატიის მიმართულებით უკვე კონკრეტულად პირობები ითქვა ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია მათ შორის მოსადის არაოფიციალურმა ოფიციალურმა გვერდვაც გამოაქვეყნა ეს კონკრეტული ესე იგი წყაროები, ანუ წყაროებიდან ინფორმაცია, რაც გაჟონა ამერიკის მოთხოვნების. და ეს უკავშირდება სრულად უარი თქვა ბალისტიკურ რაკეტებზე, სრულად უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე. უკვე არსებული გამდიდრებული ურანი გადასცეს შეერთებულ შტატებს და ეს ძალიან პრობლემური ტერმინი არის. რას ნიშნავს უკვე არსებული ურანი, გამდიდრებული 400 კილოგრამი დაახლოებით და ებრაული წყაროები საუბრობენ იმაზე, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს გაჟონილი ინფორმაცია, რომ ირანს მიუხედავად ივნისში გამართული ამ ოპერაციის შედეგად დაზიანებული, ესე იგი, ბირთვული პროგრამისა, დაახლოებით 400 კილოგრამი ურანის გადარჩენა შეიძლება საშუალება ქონოდა 60%-ის გამდიდრების და იქედან ჭირდება გამდიდრება დაახლოებით 90%-მდე და ეს უკვე არის ბირთვული იარაღის შესაძლებლობა. კერძოდ 400 კილოგრამი 60%-ის გამდიდრებული ურანით შეგიძლია დაახლოებით 10 ბირთვული იარაღი მიიღო 90% გამდიდრებული ურანით. ანუ ირანს გააჩნია, თუ ეს ინფორმაცია მართალია, ირანს გააჩნია შესაძლებლობა 10 ბირთვული რაკეტა შემადგენელი, ანუ შექმნას. და ამის გარდა ამერიკა ითხოვს კონკრეტულად პოლიტდევნილების გამოშვებას და ყველა პროქსის, ანუ ჰუსიტების, ჰამასის და ჰეზბოლაჰის და ირანში ამ დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას, ხო? ირანული რეჟიმისთვის ამ ყველაფერზე წასვლა, ნუ დაახლოებით არის თვითმკვლელობის ტოლფასი. ხო, მაგრამ თუ თეორიულად წარმოვიდგინოთ ამ შემთხვევაში რაღაც შეთანხმება მოხდეს, ანუ რეჟიმი დარჩება მაშინ, ხო? ანუ ის ხალხი იმის გამო ხარ იბრძვის იქ ვინც არის ირანში რომ რაღაც ბირთვული პროგრამა შეჭერა ისინი იბრძვის რომ ეს დიქტატურა მოშორდეს ირანს და ამაზე შეიძლება აღარ წავიდეს ხო ამერიკა ამას ამ მიმართულებით არ მიაწვეს ასე ვთქვათ ამ რეჟიმს თუ რეჟიმისგან ითხოვენ პოლიტპატიმრების გამოშვებას და რეჟიმი ყველას გამოუშვებს თან იქვე მოთხოვნა არის რომ ძალადობა შეწყვიტეთო ამ ძალადობასაც თუ შეწყვეტს და პოლიტპატიმრებს გამოუშვებს ეს ხალხი ისევ ქუჩაში გამოვა იმიტომ რომ შენ კი თქვი 2000 დაღუპული ოფიციალური წყაროდან მაგრამ ოპოზიციური Iran International-მა განაცხადა ოპოზიციურმა რომ 12000 არის დაღუპული მოკლული ეს შესაბამისად ეს ნიშნავს იმას რომ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება რაც იყო რომ არ მოკლათ საკუთარი მოქალაქეები მაშ თორე ჩავერევი და ეს წითელი ხაზია ეს წითელი ხაზი არის დარღვეული და ტრამპმა ეს განაცხადა უკვე ტრამპის რიტორიკას რომ შევხედოთ თვითონაც დაადასტურა რომ ეს წითელი ხაზი დაარღვიეს ამიტომ მე ვფიქრობ რომ შეერთებულ შტატებს ახლა ჭირდება ჩარევა და აქვე უნდა დავამატო რომ საერთაშორისო ექსპერტები მათ შორის ისრაელის ამბობენ რომ ვინც კარგად აკვირდება მოვლენებს ეს არის ყველაზე სერიოზული ბზარი ისლამური რეჟიმის ანუ აი ამ აიათოლას რეჟიმის ისლამური რევოლუციიდან 1979 წლიდან 50 წლის განმავლობაში პრაქტიკულად პირველი ესეთი სერიოზული ბზარია. ამ მომენტისთვის ჩემი შეფასება რომ თუ შეერთებული შტატები და ისრაელი არ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, არ მიაყენებენ დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც დაკავშირებულია მოძალადე სისტემასთან, ანუ კერძოდ ისლამური აი ამ გუშაკთა კორპუსის და სამხედრო ობიექტებზე და ასე შემდეგ, რითაც დაასუსტებდნენ ძალადობის მექანიზმებს რეჟიმის, მაშინ რეჟიმი თუ ამ ტალღასაც გაუძლებს პროტესტის, პრაქტიკულად წარმოუდგენელია რეჟიმის შემდგომში დამხობა შიგნიდან და გარედან რეჟიმის დამხობა გაცილებით რთულია, იმიტომ რომ ბრძოლის უნარიანია, ბირთვული პროგრამის გაგრძელებას აპირებს, ბალისტიკური პროგრამის გაგრძელებასაც და ზოგადად რეჟიმი ამის მერე თან ჩინურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ყიდულობს, როცა ნახა რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები არ მუშაობს, კერძოდ ივნისში, როცა ეს ბრძოლები იყო, ეხლა უკვე ჩინური შეისყიდა, უკვე აქვს ჩინური საჰაერო თავდაცვის სისტემა და ებრაელ ექსპერტებს საკმაოდ ეჭვი ეპარებათ, რომ იმდენად მარტივად შეძლებენ ეხლა ირანის ცაში მოძრაობას, როგორც რუსეთის საჰაერო სისტემებისო, თუმცა ჩინეთის საჰაერო სისტემების დატესტვაც არის საჭირო ბოლომდე, იმიტომ რომ პირველად იქნება ამერიკული და ჩინური იარაღის დატესტვა. რუსეთის საჰაერო სისტემა არ იმუშავა არც ირანში, არც ვენესუელაში, ასე. არც სომხეთში მანამდე. ანუ სომხეთში კი ბატონო.
არც რუსეთში? არა, რუსეთში მეტნაკლებად მუშაობს. სად მუშაობს, როცა დრონები დაფრინავენ სიღრმეში რუსეთის წარმოუდგენელ მანძილებზე. კი ბატონო, შეიძლება სადღაც ვერ მიაგნო მაგ დრონს უშუალოდ საზღვართან. კი ბატონო, მაგრამ 1000 კილომეტრით სიღრმეში რომ შედის უკრაინული დრონი, რომელიც ძალიან იაფი არის თავისი არსით. რანაირად უნდა აწარმოო ომი პირობითად გერმანულ, ფრანგულ ან პოლონურ ან სხვა მხარესთან, რომელსაც გააჩნია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური შეიარაღება, ტომოჰავკები, მაგალითად ამერიკული წარმოების. ხო, აქ არის რაზე საუბარი დრონებზე, რომელიც სიჩქარე რამხელა აქ ძალიან ნელია ზოგადად და ხმაურიანია და ასე შემდეგ. ანუ ეს დრონია. ეს არ არის ტომოჰავკის მაგალითად რაკეტა. შესაბამისად რუსეთი რომ ამ მიმართულებით ჩავარდა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მომენტი, რაც ჩვენს მედიაში ნაკლებად ხარჯგარდა, მიზეზიც უნდა კარგად გავიაზროთ ამ კონკრეტული პროტესტის. აი, კონკრეტული მიზეზი, ზოგადი მიზეზი ხომ ახალი არ არის სოციალური, ხო? მაგრამ ეს სოციალური მიზეზი მინდა დავასახელო. ერთ დღეში ირანის ვალუტა გაუფასურდა 96%-ით. რეჟიმმა გააუფასურა რეალური, იმიტომ რომ კურსი ესე პირდაპირ არ არსებობს ირანის ვალუტის, არ ივაჭრება საერთაშორისო ბაზრებზე მათი ვალუტა, მაგრამ დაახლოებით კურსი არსებობს. ერთ დღეში მოსახლეობის ქონების 96% აიათოლას რეჟიმმა მოსახლეობას წაართვა. ეს იგივე არის მერაბ რომ ეხლა რომ მიზეზი რა იყო? ამის მიზეზი არის ის, რომ ირანს გააჩნია უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამომდინარეობს იქედან, რომ ჯერ ეკონომიკა აქვს ჩამორჩენილი იზოლაციის ფონზე, ძირითადი ფული მიდის ბირთვულ პროგრამაში და ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში, პროქსიების დაფინანსებაში და რეალურად ერთადერთი ნავთობსყიდის რეალურად ჩინეთის მიმართულებით, მაგრამ ეგეც შეზღუდულია, იმიტომ რომ ნავთობის ფასები საკმაოდ დაბალია, $120 კი არა და ეხლა უკვე $60 ქვემოთ არის და თან პრეზიდენტ ტრამპის ქმედებების შედეგად ნავთობზე პროგნოზირებადი ფასები, ანუ სამომავლო ტენდენცია კიდევ უფრო ნაკლებს გვიჩვენებს ვენესუელაში მოქმედების შედეგად, შესაბამისად ძალიან უჭირს ირანს, მაგრამ ეს ფული ყველაფერი, ანუ დოვლათი ირანელი ხალხის მიდის ომში ისრაელთან. და ხალხმა დაინახა, რომ ამ ომში ჯერ ერთი მარცხდებიან ივნისში, რაც უქნეს 12 დღეში გაანადგურეს ხო პრაქტიკულად მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა და თან სამხედრო მეთაურებიც. მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რომ გააუფასურეს ქონება ამ მოქალაქეების, იმიტომ რომ მიითვისეს ზოგადად ნებისმიერი დევალვაცია ვალუტის, მიზანმიმართული და ესეთი კონტროლირებადი, ეს არის ხალხის გაძარცვა. ამიტომ ეს რა ძალით რატო უნდა გააკეთო ჩვენ? ძალით ვერ აკეთებენ, ვეღარ იჭერდნენ იმ კურსს. ისედაც კურსი ცალკეა ოფიციალური და ცალკეა ანუ გაუშვეს კურსი, იმიტომ რომ ვერ იჭერდნენ და გაუშვეს კურსი და მიზანმიმართულად აჩვენეს მოქალაქეებს, რომ გაძარცვეთ დიდი ხანია, ერთ დღეში ხო არ გაძარცვეს, დიდი ხანია ძარცავდნენ მოქალაქეების ქონებას და შესაძლებლობებს, იმიტომ რომ როცა მოქალაქეებისგან ფული მიგაქ არა მოქალაქეების კეთილდღეობაზე ხარჯავ, არამედ ხარჯავ ომზე თან ამერიკასთან და ისრაელთან, ნუ პოტენციურად ამაში მარცხდები და მოქალაქეებისთვის ახლა მაგალითი რომ მოვიყვანო ჩვენი საზოგადოებისთვის, დღეს რომ $1 2 ლარი და 70 თეთრი არის. წარმოიდგინეთ რომ ერთ დღეში გახდეს 65 ლარი $1 ფასი. აი ეს მოხდა ირანში. და მოქალაქეებისთვის ეს არის წარმოუდგენელი ასე ცხოვრება შეუძლებელია. ხო, გასაგები მაგალითად რეჟიმმა მიმართა რეპრესიებს და თუ ამ რეპრესიებს როგორც თქვა ამერიკის პრეზიდენტმა არ უპასუხებენ ძალით და რეჟიმი გააგრძელებს ხალხის ხოცვას, რაღაც ჩამოხრჩობა და ანონსებს, ხო, რამდენიმე 1000 ადამიანის, შეიძლება ეს ყველაფერი ისევ დასრულდეს, როგორც ადრე დასრულებულა, ხო? ნუ რეჟიმმა შეინარჩუნოს, ასე ვთქვათ, ხელისუფლება და ეს მსხვერპლიც, რომელიც გაიგო ხა ირანელმა ხალხმა, მოჩნდეს, ხო, ყოველად ათასობით ადამიანის დაღუპვას ეხუმრების შენ ხა ფაქტურად სამოქალაქო ომია ეს ჩათვალე. ხა Wall Street Journal-ი წერდა გუშინ, რომ თეთრ სახლში განიხილავენ ირანის ბოლო დიპლომატიურ შეთავაზებას შეამციროს საკუთარი ბირთვული პროგრამა, თუმცა თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპი იერიშების მიტანისკენ იხრებაო. Wall Street Journal-ის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის თანაშემწე, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-ის ხელმძღვანელობს, ცდილობს ტრამპი დიპლომატიურ მიდგომაში დაარწმუნოს, სანამ დემონსტრანტების დახოცვის გამო ირანზე იერიშებს მიიტანენ. Wall Street Journal-თან საუბარში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად თქვეს, რომ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მიდგომის
წყვეტად მაღალი რანგის თანაშემწეებს 13 იანვარს შეხვდება. შესაძლო ვარიანტებს შორისაა სამხედრო დარტყმები ირანის რეჟიმის ობიექტებზე ან კიბერთავდასხმების სერია, ახალი სანქციების დაწესება და რეჟიმთან დაპირისპირებული ონლაინ ანგარიშების დახურვა და ასე წყაროების თქმით, ზოგიერთმა აღარჩენოსმა აღნიშნა, რომ აშშ-ის იერიშებზე შესაძლოა ხელი შეუწყოს ირანის რეჟიმის პროპაგანდას, თითქოს მიმდინარე მოვლენების უკან აშშ და ისრაელი დგას. ხო, ანუ ერთ-ერთი მიზეზი ის გონს თავს იკავებენ, რომ აი მე იტყვია, რომ მართლები ვიყავითო, რომ ამ პროტესტის უკან აშშ და ისრაელი დგას. აქვე კიდევ აღსანიშნავია ეს ეკონომიკური ტარიფი, რომელიც დააწესა 25%, ვინც ირანთან ვაჭრობს. ხო, ხა ეს ჩვენ ვაჭრობთ 300 მილიონი გონია წელიწადში ვაჭრობა ირანთან. შეიძლება ჩვენ შეგვეხოს, არ ვიცი, ეს ამერიკის სანქცია, ну ჩინეთს ყველა ვარიანტში შეეხება, მაგრამ ეს ყველაფერი ამდენად გამოიღებს შედეგს. ეს პოლიტიკური გზავნილია ახლა ეს სანქციის საკითხი და ჩვენ ზოგადად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ გახსოვთ კარგად როგორ მიმდინარეობდა ეს ივნისში ომი და ომის წინა პერიოდი, პრინციპში შეგვიძლია თქვათ, რომ ტრამპმა და ნეტანიაჰუმ იმ დროს საკმაოდ ხაფანგი მოუწყეს და მოატყუეს, შეიძლება ვთქვათ, აიათოლას რეჟიმი. ანუ მოულოდნელობის ეფექტი მაინც შექმნეს და ამაზე დეტალურად გვისაუბრია. მე ვფიქრობ ახლაც, თუნდაც ამ სანქციებით დიდია ალბათობა, რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ეს არის გარკვეული ხაფანგი ახლა მათ შორის მსჯელობები და ასე შემდეგ, რომ რეჟიმი უფრო მშვიდად იყოს და დარტყმა თუ იქნება მოულოდნელი. ეს დარტყმა არ იქნება ისე, რომ წინასწარ გამოაცხადებენ და შემდეგ დაიწყებენ. გასაგებია დარტყმა სად უნდა იყოს, რა თქმა უნდა და ეს პირველ რიგში გულისხმობს საერო თავდაცვის სისტემებს, რომ შემდეგ გაიხსნას ცაში მოქმედების შესაძლებლობა, როგორც წინაზე იყო, უბრალოდ იქ იყო რუსული და ახლა არის ჩინური და ებრაელები პირდაპირ ამბობენ, უნდა დავტესტოთ ჩვენი შესაძლებლობები და ჩინური საერო თავდაცვის სისტემები, იმიტომ რომ რეალურად ამ ბოროტების ღერძს რომელზეც ვსაუბრობთ, ხო, ვენესუელა, ირანი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი ერთი ველი რომ არის. ეხლა მთავარი დასაყრდენი ადრე თუ საბჭოთა კავშირი იყო, ეხლა ჩინეთი ხდება და ბოლო დასაყრდენი ყველა ამ რეჟიმის არის ჩინეთთან თანამშრომლობა და მათ შორის ჩინური იარაღი. ამიტომ გასაგებია, რომ ჩინური იარაღი ბევრგან გამოჩნდება ზოგადად და ეს ბევრგან იქნება ამერიკის უეჭველი მოწინააღმდეგე მხარე და არა ამერიკის მხარე. შესაბამისად, ამიტომ ეს ამერიკას და ებრაელებს ძალიან აინტერესებთ. ამის შემდეგ სავარაუდოდ დარტყმები იქნება უკვე ერთი მხრივ ბირთვულ პროგრამაზე აუცილებლად და ასევე როგორც გითხარით აი ამ გუშაკთა კორპუსის ისლამური რევოლუციის, ასევე პოლიციური ჯარების, ირანის ჯარის იმ ინფრასტრუქტურის, რომელიც მომიტინგეებს მისცემს საშუალებას, რომ მშვიდობიანად ასე ვთქვათ, აიღონ კონტროლის ქვეშ გარკვეული ქალაქები და რაიონები, ანუ არ შეხვდეთ მათ ფიზიკურად შეიარაღებული წინააღმდეგობა რეჟიმის, რაც რეჟიმის მართვის სისტემის ჩამოშლას მოიყვანს. ამერიკისთვის სიფრთხილე სხვა რამეში მდგომარეობს. ამერიკას არ სურს დაშლილი ირანი. დაშლილი ირანი არის არასტაბილურობის კერა, არის ერაყის და სირიის მაგალითის გამეორება გარკვეულწილად და პოტენციურად შეიძლება საფრთხე იყოს ბევრი რეგიონალური მოთამაშისთვისაც. იქ არის ცალკე ბალოჩების საკითხი პაკისტანთან საზღვარზე, იქ არის ცალკე აზერიების, ანუ აზერბაიჯანელების საფრთხე საკითხი, რომელიც აზერბაიჯანის სამხრეთით ცხოვრობენ და ირანის საფრთხედ მიიჩნევს აზერბაიჯანი თავად შესაძლებლობად ცალკე თემა. იქ არის ქურთების საკითხი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ირანის, რომლებიც აქტიურობენ ახლა, მაგრამ ამერიკას ერთი მხრივ შეიძლება აწყობდეს სირიის ქურთების მაგალითზე, მაგრამ ბოლომდე შეიძლება არც აწყობდეს. ანუ ირანის სახელმწიფოს დეზინტეგრაცია მეორე პრობლემა არის. ამის ნაცვლად შეიძლება ამერიკას უნდადეს ისეთი დარტყმები, რომელიც დეზინტეგრაციას არ გამოიწვევს. სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება მაინც მიღებული იქნება. ანუ მე ვფიქრობ, რომ ალბათობა გაცილებით დიდია, რომ მიიღება. ხვალ გადაწყვეტება, ხო თუ არ ამგონია მაინც დღეს და ხვალ. ანუ გულისხმობ იმას, რომ მარტო ეს თუ დღეს და ხვალ არ გადაწყვეტა, მე არ გადაწყვეტა, ეგრე არ არის, მაგრამ ჩემი აზრით უახლოესი კვირეები, რამდენიმე კვირა არის აი ესეთი სერიოზული წითელი ხალხი. რამდენი ადამიანი დაიღუპება ხო? გასაგებია, მაგრამ აქ მარტო დაღუპვაზე არ არის, ეს დაიღუპნენ რაღაც კონკრეტულ მომენტში. ჩვენ თუ ვნახავთ, რომ მთლიანად პროტესტი შეწყდა, სხვა მომენტია. საბოლოოდ არ შეწყდება. უბრალოდ შეიძლება ფორმები შეიცვალოს და ანუ გადაიზარდოს გარკვეულ პროცესში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამერიკა დარტყმას მოახდენს მაშინ, როდესაც ეს დაზვერვის ინფორმაციის საშუალებით იქნება ყველაზე ხელსაყრელი პროტესტისთვის. ანუ შეიძლება პროტესტის ჩახშობის
პროცესშიც კი იყოს დარტყმა, რომ ახალი ძალით აღდგეს ეს პროტესტი. არ ვიცი, ანუ რა გაცვლა აქვს პენტაგონს ამ შემთხვევაში, ხო? ამაზე ვარაუდები შეიძლება მარტო. ხო, თუმცა ნუ ჯერ ახაც ვენესუელის მაგალითზე რასაც უყურებთ, ხო ეს რეჟიმ ჩეინჯისკენ არ იხრება ამერიკა იქაც. ხო, ჩვენ ნახეთ, რომ იგივე ხალხი დარჩა ხელისუფლებაში, უბრალოდ დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აი მე მემორჩილებიან და იყვნენ. ანუ ისევ დარჩა, ხო, ის ასე თქვა სასტიკი რეჟიმი იქაც. კი ბატონო, ვენესუელაში ჯერჯერობით არ წავიდნენ რეჟიმ ჩეინჯზე, მაგრამ დიდი ალბათობით ეს, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ამერიკასთან იყო შეთანხმებული უფრო ადრე, ან მინიმუმ ახლა არიან შეთანხმებული და აშკარად. ბევრ მიმართულებით, მათ შორის, მინიმუმ კუბას რო შეუწყვეტეს ნავთობის მიწოდება, ეს ხომ შეთანხმების შედეგია, იმიტომ რომ რატო უნდა შეწყვიტო, თუ შენ არ ხარ ამერიკასთან შეთანხმებული, უბრალოდ თუ ხარ მადუროს საქმის გამგრძელებელი. ირანის შემთხვევა, ჩემი აზრით, განსხვავდება. არ უნდა ვიფიქროთ მაინც და მაინც იდენტური შემთხვევებით. რატომ? ივნისში, როდესაც განახორციელეს ამერიკელებმა და ებრაელებმა ეს დარტყმები ირანზე, პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენი მიზანი არ არისო რეჟიმის შეცვლა. და იმ მომენტისთვის ეს პრაგმატული პოლიტიკა იყო. მაგრამ შედეგად ვნახეთ მერაბ, რომ დაბომბვის შედეგად ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ბალისტიკური პროგრამა მნიშვნელოვნად დაზიანდა, სამხედრო მეთაურები მნიშვნელოვნად დაზიანდნენ, ბევრი მოკლეს, გავიდა ნახევარი წელი რეჟიმი აღდგა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არა, მაგრამ ბირთვული პროგრამის ნაწილი აღდგენილია, ბალისტიკური პროგრამა, ებრაული წყაროები ამბობენ, რომ 24 საათია მუშაობენ მაგაზე და ჩინეთიდან შემოდის ყველაფერი, რაც ჭირდება ბალისტიკური რაკეტებისთვის. გარკვეული იმედები აქვთ, გახსოვთ, რომ ისრაელს რამდენიმე რაკეტა დაეცა ისრაელზე თავის დროზე და იმედი აქვთ, რომ მეტის გარტყმას შეძლებენ, ამიტომ რეალურად ეხლა ვაშინგტონში და იერუსალიმში იაზრებენ, რომ თუ რეჟიმს არ შეცვლი, ნახევარ წელიწადში ერთხელ ომი უნდა აწარმო? თან ებრაელები პირდაპირ ამბობენ, რომ იმ დროს უფრო მშვიდად ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ რუსული საერო თავდაცვის სისტემები არ ვარგა და მათ ცაში ვაკეთებთ, რასაც ვინებებთ, როგორც სირიის ცაში აკეთებდნენ, როცა არ ვარგოდა ეს საერო თავდაცვის სისტემები. თუმცა ახლა ჩინური შემთხვევაში ეჭვები არსებობს უკვე, მერაბ. დარწმუნებული ნამდვილად არ არიან ებრაელი სპეციალისტები და ანალიტიკოსები, რომ ეს ჩინური ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები იგივე რუსული ხარისხის არის. რატომ? მარტივი მიზეზია, ჩინეთი აწარმოებს პრაქტიკულად ყველაფერს, ანუ ტექნოლოგიურად ჩინეთი რომ სერიოზული ქვეყანაა, ამას ეჭქვეშ არავინ აყენებს. რუსეთი ჩამორჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერს საერთოდ და დღეს თავად არის ჩინეთზე დამოკიდებული. ამიტომ ჩემი ანალიზით დიდი ხანი თუ დააცდიან ირანს, მაშინ რაღაც მომენტში საფრთხე გახდება ისეთი, რომ შეიძლება ვერ გაუმკლავდნენ ამ საფრთხეს. მათ შორის ბირთვული შემადგენელით რეჟიმსაც ესმის, ბირთვული იარაღი რომ ქონოდათ, ესეთ ვითარებაში არ იქნებოდნენ ჩრდილოეთ კორეის მაგალითზე. და ამიტომ მიდრეკილი არიან ბირთვული იარაღის მიმართულებით, რომ ახალი სტატუს-კვო შექმნან და თქვან, რომ ეხლა ბირთვული იარაღი გვაქვს და აღარ აწარმოოთ ომი ჩვენს წინააღმდეგ, თორე იერუსალიმზე, ან ისრაელზე, როგორც ბალისტიკური რაკეტები მოვიდა ჩვენსგან, შეიძლება ერთ-ერთი ბირთვული შემადგენელი აღმოჩნდეს. და ეს სერიოზული საკითხია, იმიტომ რომ ბირთვული იარაღის აფეთქების ალბათობა მნიშვნელოვნად ზოგადად გაზრდილია, ანუ ირანი მიდრეკილია მაგისკენ და როცა ამბობს ისრაელს გავანადგურებთ, ეს რას ნიშნავს? ბირთვული იარაღს აწარმოებ, ბირთვული ენერგიისთვის გჭირდება 10%-იანი გამდიდრების ურანი. ეს საუბარია სამშვიდობო მიზნებისთვის თუ გინდა, ხო? ელექტროსადგურისთვის ასე შემდეგ. და ირანი ამბობს, რომ ამისთვის მჭირდება, მაგრამ ბირთვული იარაღისთვის მჭირდება 90%-იანი გამდიდრების ურანი. და ეხლა ირანს რო 60-70%-ის გამდიდრების აქვს, რისთვის აქვს? და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას ესე აქტიურად რო ავითარებს, ვის უმიზნებს? ძალიან მნიშვნელოვანი, თან არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ თუ ესე გაგრძელდა ის პოტენციურად ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები ევროპასაც ანუ რადიუსში აღმოჩნდება ევროპა, მარტო ისრაელი არა, ევროპაც. და არ უნდა დაგვაუწყდეს, ვინ არის დღევანდელი აიათოლას რეჟიმი, რომელიც რუსეთს ეხმარება უკრაინის უბრალოდ დაბომბვაში უმიზეზოდ. ირანისთვის ხო მიზეზი არ არსებობს მაგისა. საუბარი იმაზე, რომ რამე მიზეზი არსებობს, არასერიოზულია. რადგანაც ირანისთვის ბრძოლა ზოგადად ცივილიზებულ სამყაროსთან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ასე, ანუ დემოკრატიულ დასავლეთთან, არის თვით მიზანი ამ მომენტში. და ისრაელი უბრალოდ არის ამ დასავლეთის აქ ყველაზე მსხვილი და ძლიერი წარმომადგენელი. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ
დიდი შეცდომა იქნებოდა შეერთებული შტატების მიერ და ისრაელის მიერ, თუმცა პირველი როლი მაინც შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს ჩემი აზრით და არა ისრაელს, რომ არ დააბრალონ ისრაელს ზედმეტი ამ კუთხით დიდი შეცდომა იქნებოდა, რომ ეხლა არ დაარტყა ირანის ესე იგი სამხედრო ობიექტებს რა. უნდა დაარტყან ჩემი აზრით და ეს საქართველოსთვისაც იქნებოდა ძალიან სერიოზული წინსვლა თუ რეგიონში რა მოხდება რეგიონში თუ ირანში ხა ხელისუფლება შეიცვლება, რეჟიმი შეიცვლება და იქ პროდასავლურ რეჟიმი მოვა, ანუ ეს ალბათ ძალიან ბევრ რამეს შეცვლებს. დიახ, ნამდვილად. რეგიონში. ხო, რო წარმოვიდგინოთ, უბრალოდ რა შეიძლება მოხდეს. ეს ნიშნავს რეალურად, რომ დღეს შეერთებული შტატები რომ არაბულ სამყაროში არის წარმოდგენილი სამხედრო ბაზებით და ისრაელში და კავკასიას ვერ წვდება აქედან, იმიტომ რომ თურქეთში კი არის ინჯერლიკის ბაზა, მაგრამ თურქეთი მაინც ორმაგ პოლიტიკას აწარმოებს აქტიურად, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ თავისი რიტორიკით და ქმედებებით. თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება რეალურად არ არის პროამერიკული. ეს არის აშკარა. ქემალისტებს ეს მიდრეკილება ჰქონდათ, მაგრამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ეს მიდგომა შეცვალა განსაკუთრებით 2016 წლის ამ ამბოხის მცდელობის შემდეგ და ეს პრინციპში საჯაროდ ცნობილია. ამის ფონზე რეგიონში ჩვენ გარკვეულწილად დავკარგეთ სუფთა ამერიკის მოკავშირე აი ამ კონტექსტში. თურქეთი ადრე იყო ასეთი. ეხლა თუ ირანი ასეთად ჩამოყალიბდება, პეჟეშკიანის შემთხვევაში არა, არამედ რეზა ფეჰლევის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად მივიღებთ ერთია რომ აზერბაიჯანთანაც თანამშრომლობს ამერიკა ამ ახალი შეთანხმებით, მაგრამ აზერბაიჯანი არ არის პროამერიკული ქვეყანა ნამდვილად, ამ პროდასავლური და ინტეგრაციას აცნობს. ჩვენ მივიღებთ აქ სომხეთს, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა ვაშინგტონში იმყოფება და რუბიოს ხვდება, სომხეთს როგორც ამერიკის მთავარ მოკავშირეს ირანთან ერთად. რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ დღეს სომხეთი ამ მოკავშირეობას ვერ ახორციელებს, რადგანაც მას ერთი მხრიდან არის ირანი, მეორე მხრიდან არის საქართველო. საქართველო დღეს ქართული ოცნების პირობებში ანტიამერიკულ, ანტიევროპულ, ანტიდასავლურ ქვეყანად იქცა სამწუხაროდ, ხოლო ირანი არის მკვეთრად ანტიამერიკული პრაქტიკულად ომის ფაზაში, დღევანდელი ირანი. თუ ეს შეიცვლება, ირანი და სომხეთი პრაქტიკულად სამხრეთიდან ამერიკის შესაძლებლობები შემოვა სამხედრო ინფრასტრუქტურა და ჩვენ უახლოეს პერიოდში შეიძლება ვნახოთ აქ ამერიკის ფიზიკური ყოფნა არა მხოლოდ შავი ზღვით, ანუ რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი ნაწილობრივ, მაგრამ ეგ ერდოღანის პოლიტიკაზეა დამოკიდებული, თუ შეცვლის პოლიტიკას, მაშინ უბრუნდება იმ პოლიტიკას, ჯერ ბალანსირებს. და მეორე მხრივ შეგვიძლია ვნახოთ პირდაპირ სამხრეთ კავკასიაში ირანი, სომხეთი, მერე საქართველო პროამერიკული ასეთი ღერძი მნიშვნელოვანი, რაც იქნებოდა გარდატეხა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სისტემაში ასეთი რამე რომ მოხდეს. ხო, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლება ამბობს რომ ეხმარება მონროს დოქტრინას, რომელსაც დონრო დაარქვეს ახლა ტრამპის სახელიდან გამომდინარე, რომელიც გადაგებს იმას, რომ ამერიკის გავლენის სფერო უნდა იყოს დასავლეთ ნახევარსფერო. ამამ გააჩინა ბევრში აქ მოლოდინი, რომ ტრამპის პოლიტიკა არის ის, რომ მე მარტო დასავლეთ ნახევარსფეროში გავაკონტროლებ, თქვა, ეგ ვენესუელა, კუბა, კოლუმბია და ასე შემდეგ, ბევრი პრობლემა აქვს იქაც. და იქ რა მოხდება აქეთ უკვე ევროპის კონტინენტზე უკვე ამერიკის საქმე აღარ იქნება და თუ ასე წავიდა საქმე, მერე ხა ეს შენი ასე თქვა იმედები რაღაც პროამერიკული ღერძის შესახებ შეიძლება არც გამართლდეს, ხო? კონტრარგუმენტი მაქვს მტკიცებულებას, რომ ჩემი აზრით არასწორად შეფასდა ეგ დოქტრინა ამერიკის, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენი ამერიკის გავლენის სფერო არის დასავლეთ ნახევარსფერო მთლიანად. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთ ნახევარსფერო უპირობო ამერიკული გავლენის ნაწილია და დანარჩენი პირობითი ამერიკის გავლენის ნაწილია და პირობითი და რას გულისხმობ ამაში? წელი რაც დაიწყო, ამერიკამ უკვე განახორციელა საერო დარტყმები სირიაში, საერო დარტყმები სომალიში, საერო დარტყმები ნიგერიაში, თან ნიგერიაში პირველად. ტრიპის პროექტი აქვე ჩვენ რეგიონში აქტიურად ვითარდება. ეხლა ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთში ერთობლივი საერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. ამერიკა ძალიან აქტიურად მუშაობს იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ფილიპინების მიმართულებით. მოკლედ, არაფერი არ მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკა ამცირებს საკუთარ ფიზიკურ ყოფნას დანარჩენ რეგიონში. ერთადერთი შესწორებით, რომ ახალი დონროს დოქტრინით დასავლეთ ნახევარსფერო
მთლიანად ამერიკული კონტროლის სფერო ხდება და დანარჩენ ნაწილში ამერიკა იქ ჩაერევა და იმ დოზით, სადაც საჭიროდ ჩათვლის. ანუ ეს რეალურად ჩვენ ძალიან გვაწყობს, იმიტომ რომ ამერიკა აქ ირჩევს მიზნობრივ კონკრეტულ ქმედებებს და მათ შორის ირანზე ეხლა რაც ხდება სანქციები დატყმების განხილვა, მე რა რომ ყოფილიყო იზოლაციონიზმი ირანზე არ იფიქრებდნენ საერთოდ. მაგალითად ტრამპი ამბობს, რომ იცი რა, აქ რაც არის ჩემს იგივე თქვა, იქ ვენესუელა, კუბა ისე ჩემი გავლენის სფერო უნდა იყოს და რუსეთს და იმას რა ესაქმება, ჩინეთს რა ესაქმება, ხო, რუსეთსაც შეუძლია მაშინ თქვას უკეთხოს ტრამპს, რომ მაშინ კავკასია, უკრაინა ჩემი გავლენის სფეროა და აქ რა გესაქმებათ. შესწორება. სოლოვიოვმა გუშინ ეთერში გააკეთა, ხო იცით სოლოვიოვი რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი სახელმწიფო არხზე 2 კვირის წინ პუტინმა პირადად медаლი მისცა ღირსების ორდენი რეალურად. განაცხადა, რომ ჩვენ ვენესუელაზე და სირიაზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთო და ძირითადად ეხლა უნდა ვიფიქროთ, რომ სომხეთიო და ცენტრალური აზია ჩვენ გავლენის სფეროს ტოვებენ და შეიძლება სომხეთის და ცენტრალური აზიის მიმართულებით გავმართოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ამის შედეგად დღეს სომხეთში, აზერბაიჯანში და ცენტრალურ აზიაში აჟიოტაჟია ამ განცხადების გამო. რუსეთის ელჩიც კი დაიბარა სომხურმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საპროტესტო ნოტაც გადასცა ამ განცხადების გამო. ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოლოვიოვი ამ განცხადებაში კავკასიაზე კი არ საუბრობს, სომხეთ აზერბაიჯანზე საუბრობს, საქართველოზე არ უთქვამს, რომ უნდა შევაჩეროთ საქართველოს გასვლა ჩვენი გავლენის სფეროდან, რადგანაც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს ისედაც არის რუსეთის გავლენის სფერო. შესაბამისად, მე რასაც შენ ამბობ, რომ ვაშინგტონის ამ პოზიციის გამო კი არ დაიწყებს რუსეთი, რომ ჩვენი გავლენის სფეროა. რუსეთს ეს აქვს პირველი დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობის, რომ ჩვენ მისი გავლენის სფერო ვართ. ეხლა შეერთებული შტატები ამ დიქტატორების თამაშის წესებით თამაშობს და მათ შეიძლება ეს არ მოსწონ. შეიძლება თქვა, რომ კანონი დარღვეულია ამით, მაგრამ ეს კანონი დიდი ხანია დაარღვიეს დიქტატორებმა და შესაბამისად აუცილებელია, რომ ამერიკა უფრო მყარი ქმედებებით აქ იმოქმედოს. ნახოთ როგორ დაალაგდება საბოლოოდ. მადლობა დიდი, გიორგი ტუმასიანი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ საუბრობდით ირანის მიმდინარე მოვლენებზე. რეკლამის შემდეგ უკვე საქართველოს დაუბრუნდებით ღარიბაშვილის დაკავების საკითხს. თაზო დახმაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი.